საიდან ღებულობ ენერგიას? ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა თქვენგანმა დამისვით არსებული შეკითხვა თუ საიდან ვღებულობ ენერგიას, ან ზოგადად ეს ინფორმაცია, რომელსაც გავცემ, საიდან ვღებულობ, ან საიდან მაქვს. ზოგადად მე ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ არსებული ენერგიით მე დავიბადე. არსებული პოტენციალით მე დავიბადე. ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული კუთხით უნარები, წაიკითხოს ინფორმაცია, დაინახოს ესა თუ ის ფაქტორი ადამიანთან მიმართებაში, როგორც ტაროს ინსტრუმენტით, ასევე ტაროს ინსტრუმენტის გარეშე. შესაბამისად, ეს ენერგია, რაც ჩემში არის, რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში ადამიანებთან მიმართებაში იხარჯება და შემდეგ ისე აღდგება. საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ენერგიები აღვიდგინო, რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებასთან კომუნიკაცია, სწორი კვების მდგომარეობა და რაც თავარი არის, სწორი რეჟიმი ცხოვრებისეული სიტუაციების. ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ თუ ზედმეტად, ასე ვთქვათ, ბევრი საშუალება მივეცი საკუთარ თავს, რომ გავანებირო დასვენების კუთხით, შესაძლებელი არის ისეთი სიტუაციაც მოხდეს, რომ უბრალოდ ქუჩაში მივდიოდეს სრულიად უცხო ადამიანი, რამოდენიმე ხო შემხდეს და ერთდროულად მათგან მოდიოდეს ინფორმაცია და ინფორმაცია მოდიოდეს. ეს ბუნებრივი პროცესი არის, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ენერგია უგროვდება, შემდეგ პრაქტიკოს გულისხმობ, ჩემ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ასე არის, შემდეგ უკვე ავტომატურად მოდის ენერგიები. ხოლო როდესაც ვაკეთებ კონსულტაციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ტაროს თვალსაზრისით და არა მარტო ტაროს კუთხით, ამ დროს მთელი კონცენტრირება და მთელი ენერგია არის მომართული ხალხზე. შესაბამისად, მე ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დაბადებიდანვე აქვთ ეს პოტენციალი და ეს უნარი ენერგია, არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობის კუთხით ანვითარებენ გარკვეული სახის მონაცემებს საკუთარ თავში. ვიღაცას მეტად გამოსცეს, ვიღაცას ნაკლებად, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, განვითარების ეტაპებიც ადამიანების მონდომებაზე არის და სხვადასხვა ენერგიებთან მიმართვის კუთხით. თემა, საიდან ვღებულობ ინფორმაციას, ეს არის კონკრეტულად სამყაროსგან, იმ ენერგოინფორმაციული ველიდან, რაც კონკრეტულად ჩვენ სამყაროში არსებობს. ის ინფორმაციული არხი, რაც კონკრეტულ ადამიანს გააჩნია ამა თუ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით. მე ვარ ნევილი, მე ვარ პრაქტიკოსი, ტაროლოგი, ეზოთერიკოსი, მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი, შეგიძლიათ გარკვეული კუთხით ექსტრასენსიც მიწოდოთ სიტუაციური თვალსაზრისით. ასე რომ, ჩემზე ინფორმაცია გაქვთ, თქვენ კითხვებს ესეა თუ ისეა გარკვეული კუთხით პასუხი გავეცი. ეს სრულიად წარმატებას და ბედნიერებას.